ხელოვნური ინტელექტის ბევრ სასარგებლო და საინტერესო შესაძლებლობაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მეცნიერებს ჯერათ, რომ მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. საზოგადოებრივ სიკეთეში იგულისხმება ის გავლენა და შედეგები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ფართო მასებისთვის და სამართლიანადაა გადანაწილებული ყველაზე. თითქმის არ არსებობს სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია არ გამოდის, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰქონდეს უფრო ვიწრო, პირადი გამოყენება. ამ ვიდეოში კი ვისაუბროთ უფრო ფართო, საზოგადოებრივ სარგებელზე. ენერგიის ოპტიმიზაცია საზოგადოებრივი სიკეთეებიდან ერთ-ერთია. მისი გამოყენება არამხოლოდ გარემოს დაცვითი თვალსაზრისით არის სასარგებლო, არამედ ეკონომიკურადაც, რადგან ეს ამცირებს ენერგიის ხარჯებს და ხელს უწყობს განახლებად წყლის, მზისა და ქარის ენერგიებზე უფრო ინტენსიურად გადასვლას. AI-ის ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება, ენერგიის მოხმარების ხარჯები და გაუმჯობესდეს მსოფლიო მასშტაბით კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან ბრძოლის შედეგები. ენერგიის ოპტიმიზაციის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ smart, ანუ ჭკვიანი ენერგიის სისტემები, როგორც სახლებში, ასევე ქალაქებში, მწვანე შენობების პროექტები და სხვა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სასარგებლო საზოგადოებრივი უნარია. მას შეუძლია გააანალიზოს გარემოს მონაცემები, რათა წინასწარ განჭვრიტოს მოსალოდნელი სტიქიური უბედურებები, როგორიცაა წყალდიდობები, ტყის ხანძრები ან სეტყვა და საფრთხის შესახებ გააგზავნოს გაფრთხილებები შესაბამის სამსახურებთან, რათა მოხერხდეს ევაკუაცია ან სხვა თავდაცვითი მოქმედებები. საფრთხეების დროული იდენტიფიცირება თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ყველაფრის პროგნოზირება ცხადია შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი პროცესის მიმდინარეობა ამის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, განვითარებული ქვეყნების უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებში უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სწრაფი მართვა, არამედ ქალაქების რეკონსტრუქცია და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება. ანუ ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობს ურბანულ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ის აანალიზებს არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და იძლევა რეკომენდაციებს მისი გაუმჯობესების ან ოპტიმიზაციისთვის. იქნება ეს შენობების კონსტრუქციაში ნანოტექნოლოგიებისა და ახალი მასალების გამოყენება, მოსახლეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნა, მწვანე სივრცეების მოწყობა თუ ნარჩენების დახარისხების პროექტები. AI ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას. ეს მისი საზოგადოებრივი სიკეთეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია. ხელოვნური ინტელექტი ამარტივებს პროცესს დისტანციური სწავლებით და განათლების ქსელების უფრო ფართო დისტრიბუციით. ამ ყველაფრის წყალობით, ამა თუ იმ მიმართულებით განათლების მიღება შესაძლებელია შორ მანძილზე გადაადგილების და ფინანსური დანახარჯების გარეშე. როგორც ხედავთ, ხელოვნური ინტელექტი აერთიანებს უამრავ შესაძლებლობას, მათი სწორი და ეთიკური გამოყენების შემთხვევაში კი სარგებელი ვრცელდება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯგუფებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე.